იხედებით მარცხნივ, ისევ მარჯვნივ და ისევ მარცხნივ. მარცხნიდან არავინ მოდიოდეს, აქედან 20 მეტრის მოშორებით არავინ მოდიოდეს, კრებთ სიჩქარეს, გამოდიხართ, კრებთ სიჩქარეს. 70-ის ზონაში შედიხართ, 50-55. ხაშად რომ არია რომ საბურავმა და 55-ს ქვემოთ არია. 65-მდე სიჩქარეს. აი, მკოის მოსახულის ნიშანს დაინახავთ თუ არა, აქედან პირველ ნიშანს აუშვით დგას ფეხი შიგნიდან. მარტივ სიჩქარე. ბოლოდან მეორე ნიშანთან მივხვავთ თუ არა მოუმატებთ გაზს, მეტი არ დააგდოთ სიჩქარე. სასროლია 50-ს ჩამოწდეს. ზრდით სიჩქარეს. ივაყენებ ავტობუსს. დახუთით მივდივართ ამ გზაზე. ტენის სტოლპების კასრი, აი იქ რომ მკვეთრი მოსახულის პირველი ნიშანი გამოჩნდა, იმის ძირს დაინახავთ თუ არა, აუშვებთ გაზფეხს 65-ით რომ მიდიხართ ან 60-ით და ინერციით შედიხართ. აქ არის ორმოიანი გზა, ეს ნაკერი მოიქციეთ ხაზი, ნაპირი მოიქციეთ შუაში. არ წაკიღებთ არავითარ შემთხვევაში არც ერთ მხარეს. შეუდექით აღმართს. წინ მიდის ავტომობილი, ამიტომ დისტანციას დავიცავ 5 ავტომობილის მოშორებით ვიმლი. თუნდაც 1 კმ/სთ-ით მოძრაობდეს, იარეთ ასე დაშორებით. გასრების უფლება არ აქვს. რომ გასწორდება ავტომობილი, გზა გამოჩნდება, დაღმართს დაინახავთ, მერე შეგიძლიათ რომ გაუსროთ ავტომობილს. დააპაუზებთ. შოდემდევს დიოდ. ხო შეიძლება რომ იმ დროს გააჩერონ მუხლებს წავაპარებთ ფეხს წყლამდე, გაუშვებ ფეხს. 45-მდე დააგდებთ და გაუშვებთ ფეხს. ეს წყალი არ დაშრება მანამდე. და საჩხერის ნიშნიდან გამოიყენეთ მოხროჭი. შემდეგ აწევთ სიჩქარეს ისე 55-მდე. და კარგის გალონგამდე მივდივართ ასე.
გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ და გამოიყენებთ მოხუცს და დააგდებთ სიჩქარეს 30-მდე. გაუშვებთ. 60 ზონაა, 55-57-ით მოვდივართ კალფის კალონკამდე. აუშვებთ გასფერს. პარტნერში წავა სიჩქარე. მიმდინებელ ნიშანთან ორმოიანი გზა. გზების განშტოებასთან მოხუცს წააყარებთ, გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ, დავაგდე 30-მდე, იმიტომ რომ ძალიან გაფუჭებულია გზა, გადაევლით მსუბუქად და მოუმატებთ, შემდეგ გაკრებთ სიჩქარეს 50-მდე. იმიტომ რომ აქ აქვს საჩქარების ზოლი, ნახეთ 70 და ეგრევე 50-ის ზონაა. 50-ს არ ვაჭარბებთ აქედან, 45-50-ით გავაგრძელებთ მოძრაობას. აქ ვიცხადებს 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ, ვიხედებით მარჯვენა სარკეში, გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ, გასაუშვებ ფეხს და შემდეგ ისე მოუმატებთ, რადგან ზებრაა. მივდივართ მარჯვენა ზოლით. ონის კრუგამდე მივდივართ ასე. 300 მეტრში მოუხვიეთ მარჯვნივ, იხედებით მარცხნივ, იხედებით სარკეებში. დგომა აქ ძალიან ნიშნამდე მივდივარ 45-ით, აუშვებ გასფერს, წავიდა ვარდნაში სიჩქარე, აქ ციმციმა არ გჭირდება. თავიდანვე ღერძულას გაყევით და არ დაგჭირდებათ კუთხის გაკეთება. აუშვებ გასფერს, ყინულიანი გზა არის. გადავივლი მსუბუქად, გაზის მხუჭის გარეშე და შემდეგ მოუმატებ გაზს. აუშვებ, გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ ზებრაა. შენობამდე მივდივართ 35-38-ით, 40-მდე. აუშვებ გასფერს, შეზღუდული სივრცეა ზებრაზე. გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ, ზებრის წინ ჩერდებით. უთმობთ გზას. გადიხართ. მალე მოუხვიე მარჯვნივ, ჩართა მარჯვნივ მოხოვას, იხედებით მარჯვენა სარკეში, იხედებით მხარზე მარცხნივ. ამათან ჩვენ ვართ უპირატესი, ჩვენ მთავარ გზაზე ვართ. 25-მდე დავაგდებთ სიჩქარეს. გაიხედავ მარჯვნივ მარცხნივ. ვიკავებთ მარჯვენა ზოლს და გვიცხადებს მალე მოუხვიე მარცხნივ და წრილზე გააგრძელებ მოძრაობა მარცხნივ. ვიხედებით სარკეში, მარცხნივ მოხოვას, ვიკავებ მარცხენა ზოლს. თუ თქვენს უკან მომავალი გისწრებდეთ, გაიხედავთ აქ მარცხნივ მარცხნივ, დაასრულებთ მანევრი და შემდეგ გააგრძელეთ. წრილზე თუ ვინმეა შემოსული, უთმობთ გზას. გაიხედავთ მარჯვნივ, გაჩერდა იმას გზის დათმობა აქვს და გავდივართ. თუ გადმოჭრა, როგორც მარჯვენა დაბრკოლებას დაუთმეთ გზა. აუშვებ გასფერს, ზებრაა. გაიხედავ მარჯვნივ მარცხნივ, არ გადმოდის ქვეითი. 30-ის შეზღუდვაა. 30-ს აღარ გადააჭარბებთ. გორგიას წინ არის ბუგორი. აუშვებთ გასფერს, მიდის ინერციით ავტომობილი. მოხროჭი. 18-მდე დააგდებთ, დავარდებათ 14-მდე და 13-მდე. ზებრა არის, გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ, ისევ მოუმატებთ გაზს, 30-ს არ ვაჭარბებთ კვლავ. იქ ცხელი პური აწერია, იქ არის პირ. აუშვებ გასფერს. დავაგდებთ 18-ზე მოხდეს, როდესაც უშვებთ ფეხს, თავისით ვარდება 5 ერთეულით დაბლა და გადადის მსუბუქად ავტომობილი. უმატებთ გაზს. და აქედან უკვე 60-ია დასაშვების სიჩქარე. სულ ამ გზაზე 60-ია დასაშვების სიჩქარე. იმ ბუგორიდან ბუგორამდე არის 30-ის შეზღუდვა. 55-მდე აწევთ. 50-55-ით გააგრძელეთ მოძრაობა. თუ თქვენს წინ ვინმე მოდიოდეს, თუ მოყინული გზა იქნება თავის სახელმწიფოში ამცირებს სიჩქარეს, იმის მიხედვით გზა როგორ გიშვებთ. აუშვებ გასფერს. გაჩერდა და ამიტომ გავაგრძელებთ მოძრაობას. უსაფრთხოებაზე ყოველთვის უნდა იზრუნოთ. გზების განშტოებაზე გაიხედეთ მხარზე, სადაც დატვირთული ობიექტებია და ტრანსპორტი გამოდის. მივდივართ მუდმივი გაზით. რადგან სწრაფმავალი გზა არის, 4-5 ავტომობილი დაიტოვეთ დაშორება თქვენსა და თქვენს წინ მიმავალ შორის. სამი ნაწილის ნაპირთან მიდის ქვეითი, აუშვებ გასფერს, ეს უკვე უსაფრთხოებაზე ზრუნვას ნიშნავს. ხერძულას არ ვეხებით. გახედეთ უკუხედვის, გვერდით სარკეს და მივხვდებით ხაზებს ეხებით თუ არა. ყოველთვის ეტაპობრივად, თუ ფიქრობთ რომ მოახლოვდებით ხაზს, იმ წუთში გახედეთ სარკეს.
ქვეითა გადასასვლელს ხედავ, აუშვებ გასფერს, გაიხედავ მარჯვნივ მარცხნივ და მოუმატებ გას, არ არის ქვეითი. გისწრებდეთ, ეტაპობრივად უკუხედვის სარკეს გახედეთ, თუ ვინმე გისწრებდეთ, გასაუშვით ფეხი და დაუთმეთ გზა, აუცილებლად ვარდნაში წავიდეს სიჩქარე. მუხუჭის გამოყენების დროს ყოველთვის გაიხედეთ უკუხედვის სარკეში. თქვენს უკან თუ ვინმე ახლოს, აუცილებლად ჯერ ავარულს დააჭირეთ და ისე დაამუხუჭეთ. იძულებითი გაჩერება როდესაც გავა. გაიხედავთ მარჯვნივ. მოგიხადეთ, 300 მეტრში მოუხვია მარცხნივ, იხედებით. შევამსუბუქებთ გას, მალე მოუხვია მარცხნივ და წველზე ისევ მარცხნივ გავხდეთ მოძრაობა, აუშვებ გასფერს. თუ წრიულზეა ვინმე შემოსული. გაიხედეთ მარცხნივ, თუ წრიულზეა ვინმე შემოსული, აქ გაჩერდეთ. თუ არა და თბილისიდან წამოსულს უკლუბ გზას და უსაფრთხოების ხუზზე ჩერდებით. არავინ არ არის და დროულად. სამანიდან წამოსულს გზის დათმობა აქვს. მოვბრუნდებით 20-25 თუ ვაბრუნებთ, წრიულზე 20-ით შევდივართ წრიულზე. 60-ის შეზღუდვა ხედავთ, გრებთ სიჩქარეს. ავტობუსით არ გასცეთ არასდროს თქვენ სავალმაწეს, ჩართავ მარჯვნივ მოხავს, იხედები მარჯვენა სარკეში, იხედებით, დგებით, დავინახავ ღერძულას მარცხენა სარკეში და გამოვთავ ციმციმას. ვიდრე ზოლში არ გასწორდებით, ციმციმა არ გამოვთავთ. ამიტომ როდესაც ხალხმრავლობა იქნება, აუცილებლად გასაუშვით ფეხი და გაიარეთ შედარებით დაბალი სიჩქარე, თუ ხალხი იყოს გარეთ. ან ავტობუსს აინახავთ გამოდის მიმდებარე ტერიტორიიდან, ყველა ვარიანტში აუშვით გას ფეხი. უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. სამოცის ზონაში 45 კმ არია, შეფერხებას დაგიწევთ. აუცილებლად ასე გეჭიროთ, ზებრას ხედავ, აუშვებ გასფერს, გაიხედავ მარჯვნივ მარცხნივ, მომატებ გას. თუ გაზე ფეხი არ გაქვთ დადგმული, მკვეთრი მუხუჭი არ გამოგდეთ. 5-ითაც რომ მოძრაობდეთ, გაზე თუ ფეხი გაქვთ, აუცილებლად მკვეთრი მუხუჭი გამოგივა და ეს იცოდეთ აუცილებლად. ესე იგი საფრთხეში ამჩნევთ, მაშინვე გასაუშვი ფეხი. ქვეით ხედავ, აუშვი გასფეხი, მივდივარ ინერციით. აუშვ ჩვენთვის არ ცალია, ტელეფონში ჩაჭერებია. საფრთხეებაზე თქვენ უნდა იზრუნოთ ყოველთვის. თუ იქნება წვიმიანი ამიდი, ყოველთვის ეცადეთ წყლის გუბე, თუ იქნება ძალიან დაბალი სიჩქარე, წინასწარ შეემციროთ სიჩქარე და გადაიაროთ ისე წყლის გუბე, რომ არ გაწუწოთ ქვეითი. ცოტა მარცხნივ მოვწიე, რომ ორმოებში არ ჩაარტყოთ. აი იმ ხაზს არ გასცდეთ, მოკლედ ნაკერივით არის ასფალტი. და ციმციმა გაიგო. არა, აქ ღერძულას არ ეხებით. ღერძულას
გაყიდვა საკმაოდ მოშორებით არის აქ მარჯვენა ნაპირ ჩანს ასე თორე. აი აქ არის დიდი ორმოები. თბილისის ბანერთან უკვე 30 შეზღუდვა ხედავთ და არის ბუგორი პირდაპირ თბილისის ბანერთან. ტრანსპორტი რომ მოძრაობდეს, ბუგორი არ ჩანს. დატვირთული რომ იყოს გზა და ამიტომ გიმახვილებთ ასე ყურადღებას. როგორც დავყარებთ და საათს არ ვაჭარბებთ. აუშვებ გასპერს, გაიხედავ მარჯვნივ მარცხნივ. მოტევგას. გორგიას წინ არის ბუგორი კიდევ. აუშვებ გასპერს, როგორც წავყარებთ. ეცადეთ რომ ორმოში არ ჩაარტყოთ უხეშად გადაივლეს. მოტევგას. აუშვებ გაითა. 60 შეზღუდვასთან ზებრა არის, უხეშად წავყარებთ. ფანელებ. გაიthi პირდაპირ მიდის და წრეულზე გააგრძელეთ მოძრაობა მარცხნივ. ჩართავ მარცხნივ მოხვალს იხედებით სარტყელში. აუშვებ გას, წრეულზე არ არის შემოსული არავინ, მარცხენა მხრიდან გავდივართ. გაიხედავთ მარჯვნივ მხარზე, აქედან წაუსულებს გზის დათმობა აქვს. აქედან მარცხნიდან წაუსულსაც გზის დათმობა. გაიხედავთ მარჯვნივ მარცხნივ ზებრაზე. აუშვებ გასპერს. მოხოც დავაპარებ, ზებრასთან ქვაითები არიან, გავჩერდებით. ზებრის ბოლო ხაზი არ დამალოთ ბოლომდე ისე გაჩერდით. გადავიდნენ ქვაითები და დავიწყებთ მოძრაობას. აუშვებ გასპერს, ქვაითები გადმოდიან, მოხოც დავაპარებ, რომ დიდხანს დგომა არ მოგიწიოთ. ამასობაში ქვაითები გადავიდნენ და გავაგრძელებთ მოძრაობას. აი ახლოს რომ ყოფილიყავით იმ შემთხვევაში ხო, გავაჩერებდით, ნოლამდე დავაგდებდით. აი ეს ხაზი მოიქციეთ შუაში, აქ დაპარკინგებული ავტომობილები იქნება და ახლოს არ მიხვიდეთ მათთან. 1 მეტრის მოშორებით გვერდითი ინტერვალი დაიცავით. მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსვლას არ დაუთმოთ გზა, თუ გზა არ გადაგიჭრათ. ჩართავ მარცხნივ მოხვალს, ვიხედები სარკეში, ჩართავ მარჯვნივ მოხვალს, ვდგები მარჯვენა ზოლში და მალე მოუხვია მარჯვნივ. ჩართავ მარჯვნივ მოხვალს, ვიხედები მარჯვენა სარკეში. აუშვებ გასფერს, დავაგდებ სიჩქარეს. ამისთანა მოხვალს 25 თახტა. უმატებთ. გრებ სიჩქარეს. 30-მდე. აუშვებ გასფერს, იმიტომ რომ მოყინული გზა არის და არ მოგვასურვოს. გაზის მოხუჭის გარეშე შევდივარ მოსახოვში, იხედებით მარჯვნივ. უმატებ გას. გვიცხადებს, მალე მოუხვია მარცხნივ და ისევ მარცხნივ, ჩართავ მარცხნივ. აუშვებ გასფერს, მოხუჭს დავაპარებ გას. იხედები მხარზე მარცხენა სარკეში, ნაძვის ხეს გავაცილეთ ცხვირი, იმიტომ რომ თოვლი ყრია ძალიან ცუდად. აი ასე ხელში ვასწორებთ საჭეს. ჩერდები. ვიხედები მხარზე მარცხნივ, მარჯვნივ მოყავს ხავ, არავინ მოდის მარცხნიდან, აქედან 20 მეტრის მოშორებით არავინ არ არის და გავდივარ. რატო ვამახვილებ ყურადღებას მარჯვენა მხრიდან 20 მეტრის მოშორებით? იმიტომ რომ თუ ვინმე მოდის, იცოდეთ, გამოსვლის პროცესში შეგვეჩეხება და შესაძლებელია საავარო სიტუაცია შეიქმნას. ამიტომ ეცადეთ აქედან აი ამ ყობის ბოლოდისთან თუ ვინმე ამოსული დაუთმოთ გზა. და მარჯვენა ციცი. კი. საჭეს რომელ მხარესაც აბრუნებთ, იმ მხარეს უნდა ჩართოთ ციცი. გრებ სიჩქარეს, შენობამდე მივდივარ ასე, 40 აქაც დასაშვების სიჩქარე 80-მდე, აუშვებ გასფერს, მუხლუჩს წავაპარებ წინასწარ, გაუშვებ და წყალში გავვლი ისე. მალე მოუხვია მარცხნივ, ჩართავ მარცხნივ მოყავს, იხედებით სარკეებში, დიაგონალურად ავიღებ საჭეს, აი იმ შენობის, კარი რომ არის, თითქოს იქ ვაპირებთ შესვლას, ისე გავიდეთ, მარჯვნივ გაიხედეთ, ბორდილს არ გასდეთ, მეტალზე არ შედგეთ არავითარ შემთხვევაში, ეს არის მთავარი გზა გავატარებთ, გაგწდა თუ არა, მაშინვე დავიწყოთ მოძრაობა. იმიტომ რომ არ დაიგვიანოთ ამასობაში არავინ გამოჩნდეს, ეს გზა ყოველთვის დატვირთულია. მოხუჭს წავაპარებ ხელს, ჩართავ მარცხნივ მოხავას. ამიტომ არ უნდა მიხვიდეთ ძალიან ახლოს სწრაფმავალ გზაზე ავტომობილთან, რომ თქვენი გზა არ მოიჭრათ გვერდისავლისთვის. აუშვებ გასფერს. გაიხედავ
მარცხნივ, მოხუჩს წავაპარებ. არ დამხვდა ბუგორი, გავუშვებ მოხუჩს, გაიხედავ მარცხნივ, აქ ზებრა არის. გაიცნელა გაუვლით. აქ არის ორმო. აი ამ ორმოში არ ჩაართვათ. აქაც ზებრის წინაც გაჩნდა ორმო და ისეთ გას ავტომობილები, რომ ზუსტად მარცხენა საფურავი უნდა გაიაროს ორმოს კიდესთან, იმიტომ რომ დაპარკინგებულ ავტომობილებს ისევე რაუნდით კვერცხს გაიხედავთ მარცხნივ. მოუმატეთ გას. წელზე გააგრძელე მოძრაობა მარცხნივ, ჩართავ მარცხნივ მოხვალ, იხედებით საფრთხეებში, აუშვებ გასწრას, გაიხედავ მარცხნივ. წავაპარებ, იმის მიმართულებას ვადგებ და გავდივართ. წელზე იყო შემოსული, არა გვაქვს გარანტია, რომ არ დაკეცოს. მარტო მარცხენაც იმცივა ქონდა, გაიხედავთ მარჯვნივ, მარჯვენა ზოლს ვიკავებთ, ეს ებრაზე არ არის, უკვე ღერძულოსთან მისულია, აუშვებ გასწრას. ავტობუსმა გადაუჭრა გზა ქვეითებს და გავდივართ. გადაკეტილია გზა. მალე მოუხვიე მარცხნივ, ჩართავ მარცხნივ მოხვალ 25-ით მივდივართ ხიდზე. გაიხედავ მარცხნივ. დავარ. აუშვებ გასწრას. გაიხედავთ მარცხნივ. ზებრასთან არ არის, ამიტომ ვალდებულება არ მაქვს გაჩერების. გახას თავისთვის. აუშვებ გასწრას. გაიხედავთ მარცხნივ. ბალოდან უკვე 45-მდე ავკრებ სიჩქარეს. თოვლიანი გზა არის, აუშვებ გასწრას. გადავილი გაზის მოხუჭის გარეშე. მოუმატებ. ჩავთავ მარცხნივ მოხვალ, ვიხედები მარცხენა სარკეში, ჩავთავ მარჯვნივ მოხვალ, ვიხედები სარკეში და ჩავდგები სონში. მოუმატებ სიჩქარეს 45-მდე. გაჩერების პუნქტამდე მივდივარ ასე აკრეფილი სიჩქარით. აუშვებ გასწრას. ზებრაზე გაიხედავთ მარცხნივ. აჩქარების ზონა აქვს, სიჩქარის, მაგრამ წინაღობა გვაქვს. გავვალთ. ჩავთავ მარცხნივ მოხვალ, ვიხედები მარცხენა სარკეში, კრებს სიჩქარეს, გამოვთავ, ვიხედები მარცხნივ და შემდეგ მოუმატებ გას. 50 ზონაში 45-48-ით ვაგრძელებთ მოძრაობას. მაფრთხილებულ ნიშანთან აუშვებ გასწრას. ეს იმ დაბრკოლების გამო ჩავთეთ მარცხნივ მოხვალ, თორემ ისი არ გჭირდებათ, მიყევით გზას, როგორც მიდის. გაიხედავ მარცხნივ. 45-48-ით ვაგრძელებთ მოძრაობას სააგენტოსკენ. აქ არ იფიქროთ, ჩაბარებული მაქვს გამოს და იფიქრეთ იმაზე, რომ აუცილებლად წარმატებით ჩააბაროთ და ნებისყოფა გამოიჩინეთ იმის, რომ სიჩქარეს არ გადააჭარბოთ. ჩემს უკან ავტომობილი მოდის, ამიტომ მარცხენა სარკეს ვაკონტროლებ, გამისწრო, ესე იგი აუშვებ გასწრას, წავიდა ვარდნაში სიჩქარე, გამისწრო, მეორეც მისწრებს და შემდეგ მოუმატებ გაზს, როდესაც დაასრულებენ მანევრს. შედიხართ 60 ზონაში, 60 ზონამდე 40 საათს არ გადააჭარბოთ. შევედი 60-ში და დავადგავ გასწრას. 45-მდე ავკრებ სიჩქარეს. იდეალური სიჩქარე არის დასაშვებ სიჩქარეზე 5 ერთეულით ნაკლებით მოძრაობა. თუ თოვლიანი და წვიმიანი იქნება, იმ შემთხვევაში გზის მიხედვით მოძრაობთ. ისე აქ წყალი არ სადგება ამ ერთ-ერთი ადგილის გარდა. და გზა გიშვებთ იცოდეთ. აი ამ ადგილზე დგება მარტო წყალი. გაის გარეშე გავვლით წყალში. აღმართზე გასვუმატებთ, იხედავთ მოყინულია, ამიტომ 60-მდე მოაწევთ, იცოდეთ. მუდმივი გაზით აიარეთ, გაზის ცვალება და არ დაიწყოთ ყინულიან გზაზე, თორემ მიმართულებაში გაცვლებიეთ. მოსახოს შესვლამდე შევამსუბუქებ გაზს. აი ასე. პოლონიშნაც დავუმატებ და ისევ აუშვებ, რადგან ყინულიანი გზა არის. ვიდრე დაღმართს გადავადგებით, მანამ დავადგავ მოხუჭს და ვაგრძელებთ ისე მოძრაობას. წიხედავთ ავტომობილები მიდიან, მოყინულ გზაზე ჩვენ ვისწავლეთ, სამჯერ მეტი უნდა იყოს დაშორება დაუსახლებელ პუნქტში, ვიდრე დასახლებულ პუნქტში.
ამიტომ 5-6 ავტომობილი შეინარჩუნეთ დისტანცია მოყინულ გზაზე. შუანიშნამდე მივდივართ მუხრუჭით. კვეთრი მოსახოლის შუანიშნთან აუშვებ მუხრუჭ სფეროს. მოუმატებ გაზს. ავწევ სიჩქარეს. აუშვებ გაზს. თავისი წავალ მაშინ. ბოლოდან მეორე ნიშანთან მივალთ თუ არა მოუმატოთ გაზს. 59-მდე დავარდო. ესე იგი მომენტალურად შესაძლებელია მოხოვის პროცესში დავარდეთ სიჩქარე, მაგრამ როგორც კი გზაზე გახვალთ, სიცხვის გაყოფს ავტომობილი მოსახოვიდან, იმ წუთში მოუმატეთ გაზს. აი ასე ამ დაშორებით იარეთ სარგენტოსკენ. 53-ით მივდივართ, იდეალური სიჩქარეა. ყოველ შემთხვევაში წინაღობა გვაქვს წინ და ამიტომ არის ეს სიჩქარე დასაშვები. თუ ის არ იქნება, იმ შემთხვევაში 55-ს გამოდმოიღეთ. აუშვებთ გაზს. მოსახოვს შედივართ გაზის მუხრუჭის გარეშე. გზას დავინახავთ, მოუმატებთ გაზს, ისიც აკრებს ამასობაში. სააგენტო შენობა დაგვიცხადებს, მალე მოვუხვი მარცხნივ, ჩართავთ მარცხნივ მოხოვის უკრა სიგნალს, იხედებით მარცხენა სარკეში, გავყვები ღერძულ ახალს. ჭიშკრის პირველ ძელს გავუსწორებ სარკეს. დავკეცავ და შევდივართ. წინ არავინ